ამ ყველაფრის მიზეზი სოფო. ამ ყველაფრის მიზეზი ყველაზე წვანე ქალბატონი გრატო სათბურები და ნინო ხარხელაურია ჩვენი იმედის დილის სტუმარი აგროტექნოლოგი. ნინო ხარხელაური დილამშვიდობისა დიდი მადლობა რომ ასე ადრიანად მოხვედით. ყვითელი ყვავილი რომელსაც რომელიც მე გადავეცი გიორგის. არ ვიცი მე დავარქვი ყვითელა. ყვითელა დავარქვი მე ყვითელი ყაყაჩო დავარქვი და. ყაყაჩო. ყაყაჩია. ყვითელი სოსო ერთი. გეოგრაფია ბოტანიკის ანუ ნინო, რამდენად მარტივია ამ სცენარის მოვლა ჩვენთან თბილისის პირობებში? სიმართლე გითხრათ, აქ რაც სცენარებია, ყველაფრის მოვლა მარტივია. ანუ სპეციალური სასათბურე პირობები არც ერთ არ შეიძლება. არა, რა თქმა უნდა, ახლა იმიტომ რომ სპეციალური სასათბურო პირობები რომ ჭირდებოდეს, მაშინ გვექნება მარტო სათბურში და არ გაიყიდება და არავის არ იქნება სახლში. მაგრამ თავარია უბრალოდ სწორად ვიცოდეთ მისი მოვლა. პირველ რიგში სწორად ვიცოდეთ თუ სად დავდგათ, რა პირობები შეუქმნათ. მაგრამ ეს სხვა შეს არ არის ძალიან რთული. ელემენტარული რაც უნდა ეს არის წყალი, თქვათ განათება და მორწმის ინტენსივობას აქვს მნიშვნელობა ზამთრის. მორწმის ინტენსივობა რა თქმა უნდა, ეს იცით რა მოთხოვნის მიხედვით, რა როგორც ადამიანია რაღაცა საკვები უნდა და უნდა მიირთვას, ისეა მცენარე, ოღონდ იმ განსხვავებით რომ მცენარე თვითონ ვერ გააკეთებს ამას თუ ვიღაც არ დაეხმარა. და ასე რომ იმედი მაქვს რომ ვინც თუმცა ნინო რა მაინტერესებს ანუ ყველა არ არსებობს სცენარი რომელსაც დაუშვათ ჭირდება ნაკლები სინათლე ყველა სცენარის გავიგეთ რომ ჭირდება შუქი არა რა თქმა უნდა ყველა სხვადასხვა ჭირდება ზოგს მეტი ზოგს ნაკლები კი არა ხო არის ჭრდილის მოყვარული მცენარე არის ჭრდილის მოყვარული მცენარები აი გეტყვით ახლა ერთ რაღაცა ზოგაც მაგრამ ეს ნუ ყველა მცენარეზე ნაკლებად ვრცელდება რაც უფრო ჭრელია მცენარე მეტი განათება ჭირდება ახლა რა არის იცით პირდაპირ მსისხივრები ყველა მცენარე აი ძალიან იშვიათად ჭირდება მცენარეს რომ მაინდა-მაინც აი აქტუს კი აი ესეთ აი ხა ვარდებს უყვართ ძალიან მაგრამ ამ ვარდების ის გეტყვით მეორე მხარე რა არის იცით რომ ეს ვარდები არის სიგრილის მოყვარული ეს იგი მზეკი უყვარს და მზის პირდაპირ სხივი მაგრამ ეს ზამთარში იმიტომ რომ ტემპერატურა ნაკლები უყვარს დაახლოებით ახლა ეს ვარდი იცით რომ ძალიან სიცხებს ვერ იტანს ხო ისედაც გარეთ როგორი პრეტენზიული ყოფილი გარეთ ვისაც აქვს ვარდი თქვათ მაისში ყვავილს იცით რომ მაისშია ვარდი იმიტომ რომ მაისში არის უფრო სიგრილე ძალიან სიცხეები რო იწყება ვარდი აღარ ყვავილობს ისევია ეს ვარდი ახლა ვარდის შემთხვევაში არის იცით რადგან ვარდი არის ძალიან პოპულარული და ყველას უყვარს გამოიყვანეს სელექციონერმა ისეთი ჯიშები რომელიც შეიძლება კონდეს ადამიანს და აი ჩვენი ვარდები დიახ ეს არის რაშევით აგვისტოში გვაქვს ეს ვარდი ვარდბედნიერებით ვიხარია და დავიჭკნა ახლა ამ სიცხეში არა სიცხეში ხა თუ სიგრილეში გექნება თქვა რაღაც სიგრილ პირობებში მაშინ იყვავილეს მაგრამ თუ ეხლაც კი მას ძალიან სიცხე არ თქვა აი გათბობასა თქვა ცენტრალურ გათბობით არ უნდა დადგა სახლშიც არავითარ შემთხვევაში მაინც რთული მოსავლელია არა რთულია რა უბრალოდ ადგილი შეურჩიეთ რა არა მორჩა 2012 წლის ყველაზე პოპულარული მცენარე დრაკონის ხე ნამდვილად ეს რამდენად რთული მოსავლელია ეს არის მარტივი მოსავლელი, სადაც დრაცენას ოჯახის მცენარები არის ძალიან მარტივი მოსავლელი. დგას თავისთვის, ხმას არიღებს ზუსტად, არ გაწუხებს, ეს შეგიძლია დადგათ, თქვათ, ძალიან განათებულში, შეგიძლია დადგათ ნაკლებ განათებულში და უბრალოდ ისაა რომ მართლა მორწყათ რა. და თუ გადარგვა მოგინდება დაახლოებით 9 წლის მერე რო შეიძენთ სასურველია რომ გადარგა და ოდნავ დიდ ქოთანში აუცილებლად ძალიან დიდ ქოთანში არ უნდა და ერთი ისე რომ ქვემოთ თუ დაუყრით ხრეს აი მორწყვის ის არის მაინც მაგრამ ახლა ვინც გამოცდილია აი დრენაჟი რა აუცილებელია თქვა იმ ხრივ რომ ვინც გამოუცდელია მაინდა-მაინც ჯერ მცენარის მოვლაში ამიტომ ჯობია რომ თქვა თავი დაიზღვიოს ქვემოთ რაღაც დრენაჟი ან პერლიტი ან რაღაც ესეთი ხრეშივი დაუყარს როგორც ცნობილი ეს სიტყვა და დიდი ბოდიში ჩავერევი და ჩემი ერთი ახლობელი თხილის ნაჭუჭი სწორად ვამბობ ამას ყრის და სხვათა შორის აღმოჩნდა რომ ძალიან ეფექტურია და სახლის პირობებში ადვილია დაამტვრევ თხილს მოუვლი მცენარეს კი განსაკუთრებით დასავლეთში არის აქტუალური რა მაინტერესებს ნინო ანუ არსებობენ ადამიანები რომლებსაც აქვთ ალერგია თუ გვაქვს აქ რომელიმე ყვავილი რომელიც კატეგორიულად არ შეიძლება ალერგიული ადამიანისთვის არა ეხლა აქ არ არის დრაკონის ხე გასაკებია რომ არანაირ ალერგიას არ იწვევს არა სხვათა შორის ეს მცენარეები არ არის ალერგიული ხა რა ვიცი თუ რაღაცა სპეციფიური და რაღაცა საშინელი ალერგია აქვს ადამიანს ეხლა შეიძლება ყველაფერმა მისცემ მტვერმა და ყველაფერმა მაგრამ ესე აი სამაგერთ მე გეტყვით მეორე რაღაცა აი სპატეფილუმი აი თეთრი არაჩვეული მწვანე არაჩვეული ფოთლი და მართლა მშვენიერი ყვავილით მაგი არის მართლა ძალიან ლამაზი და აი მაგი არის ალერგიული ადამიანის ალბათ პირველ ფოთლები თეთრი ყვავილი კი ხანურს გავს ესეთი ლამაზი აი თან რა არის იცით მაგი რატო არის ლამაზი ორმაგად ლამაზი ესე იგი ფოთოლიც ხო არაჩვეულებრივი ლამაზისა აქვს აი ყვავილი რო არ კონდეს ხო მაინც არაჩვეულებრივია და პლუს წარმოიდგინეთ ყვავილი ლამაზი ეს არის კიდე ეს რა არის იმ შთამბეჭდავი და ეს არის ძალიან კარგი იმიტომ რომ ასუფთავებს ჰაერს
რო იცოდეთ და აი ეს შხამიან ნივთიერებებს ისრუტავს და მართლა ძალიან სასარგებლოა ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ალბათ ვისაც ალერგია აქვს და პლუსი აქ კიდევ რა იცით რომ აი ესეთი ეს მცენარე შეგიძლიათ თქვენ ჭრილში დადგათ და აი არ არის აუცილებელი კი არა პირიქით მას ჭრილი უფრო უყვარს და უფრო მწვანე ხასხასა და უფრო ლამაზია. კიდევ მე ვიცი რომ არსებობს ყვავილები რომლის სიტყვა არ ჩამაგდებინეს ერთი სიტყვა არ ძალიან დაინტერესებული ვარ ჩააგდეს სიტყვა ანუ იქნებ ვინმე აურა იზიდავს ნეგატიურს თუ რაღაც ესეთი მონსტერა ცდები რატომ იყო რა არის იცით ეხლა მაგი აურას ნიზიდვა და ის რა გითხრათ ეხლა მასე არის აი მაგათაც შეფლერაზე არის მასტი რომ რაღაცა უარყოფით ენერგიას იზიდავს და თავის თავს ეიღებს ეს მცენარე კი ეს შეფლერა ესო ეს იზიდავს უარყოფით ენერგიას რატომ ხია მეცუდი ხო კი არის ესეთი რაღაცა საერთოდ რა არის ის მცენარე აი შეიძლება ეხლა ზოგს ეს გაზოდებულად მოეჩვენოს მაგრამ მცენარე საერთოდ გრძნობს იმ სიტუაციას რაც არის ოჯახში ოჯახში ეს დაალაგებულია მდგომარეობა ხალისიანი განწყობა მცენარე ყოველთვის გახალისებულია და უკეთესად გამოიყურება უკეთესად ყვავილობს და აი როგორც ადამიანის ახარებს მცენარეც უბრუნებს ამაგიეროს ეს არ არის თქვა ჩემი მოგონი და თუ დაუკვირდება ადამიანი ყოველთვის ალბათ შეიგრძნოს მაგას ცოცხალი ორგანიზმებია რეაგირება ყველაფერზე ძალიან დიდი მადლობა ნინო ხარხელაური აგროტექნოლოგი გრატოს სათბურებიდან იმედი სტილისტუმარი იყო და ვფიქრობ ამომწურავი ინფორმაცია მოგვეწოდა ჩვენთვის საინტერესო თემაზე მცენარეებს რაც ეხებოდა მე სხვათა შორის აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი რამ მაინტერესებდა